მაშინ ასე, გაგრა 24 გრადუსი, მაგრამ გაგრაში დღეს ნალექი არის ნავარაუდები, გადავინაცვლოთ სოხუმში, სადაც 25 გრადუსი და მზიანი ამინდი გელოდებათ. რაც შეეხება ზუგდიდს 29 გრადუსამდე უნდა გათბეს ჰაერი, მესტიაში 15 გრადუსი დაფიქსირდება. ძალიან მაღალია ტემპერატურა მეგობრებო ფოთშიც, სადაც 26 გრადუსს მიაღწევს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, ბათუმში 25 გრადუსი უნდა დაფიქსირდეს. ოზურგეშიც 29 გრადუსი არის დღეს დასავლეთ საქართველოში ზაფხულია, ქუთაისში 28, ამბროლაურში 21 გრადუსი, მზიანი ამინდი გელოდებათ ასევე ახალციხეში, სადაც 22 გრადუსი დაფიქსირდება დღის მანძილზე, ბორჯომში 19 გრადუსი არის მოსალოდნელი, ბაკურიანში უმეტესად ღრუბლიანი ამინდთან ერთად 15 გრადუსი, გორში 23 გრადუსი არის ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, ცხინვალში 21. რაც შეეხება სტეფანწმინდა საკშედარებით დაბალია 12 გრადუსი, თუმცა ამ ტერიტორიისთვის არც ისე დაბალი. გუდაურში 7 გრადუსი არის დღეისთვის მოსალოდნელი, თელავში 22 და უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, უნალექოდ ჩაივლის დღე რუსთავშიც და 24 გრადუსი იქნება მაქსიმალური ჰაერის ტემპერატურა და ჩვენს დედაქალაქში უმეტესად ღრუბლიან ამინდთან ერთად გელოდებათ, რა უმეტესად ღრუბლიან ამინდთან ერთად, უმეტესად მზიან ამინდთან ერთად გველოდება 23 გრადუსი. სვალებადი მოღრუბლობა არის, ასე ვთქვათ, ნავარაუდები, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ იმდენად მზიანი დღე გაგვითენდა, აგერ მაყურებელიც კარგად ხედავს.